შეიძლება შევიდეთო და მობძანდით მეთქი მობძანდით მივედი კარებიც გაუღე შემოვიდნენ მოიარეს აიღეს რუსული ფული და ჩადეს იმ კულაბაში ორი გოგო იყო ახალგაზრდები ერთი შავგრემანი ერთი ცოტა თეთრი კარგად მახსოვს კიდე კაცებიც იყვნენ და ეს გოგო მე ვტიროდი ისა მეთქი შვილო არ დაგხოცოთ მეთქი რა საწყალი ხალხი ვართ დარჩენილები მეთქი და ნუ დაგხოცავთ მეთქი ეს გოგო მამეხვია და ნებაისია ბაბუშკა ნუ გეშინიან და მე ფერება მკოცნის და შევეცოდე რომ ესე ვტიროდი და არ ნუ გეშინიან არ მოგკლავ თუ არავინა ვარ ჩვენ ბრძანება არ გაქვს რომ თქვენნაირი ხალხი დავხოცოთო ხოდა ეს გამოვაცილე ისე წამოვიდნენ და მე მშვიდობდნენ აიღეს კაცმა უთხრა ძოლსა რომ მან და ერთი პატარა პადაროჩნივით იყო ზედა აი მწვანე კრემლი ეხატა და გადმამიღეს და მომცეს ბაბიშკა აი ეს შენაო და ვაი მე სინოკ მეთქი დი სამა მე ნინა და მეთქის ნინა და მე მაინც არა შენ წაიღეიო და გამოვართი ესა მადლობა უთხარი მე მოვედი ჩქარა და ერთ სეინზე აი დიდი თევზზე ატმები კაკლები არეხი კაკლი დავალაგე და მიუტანეი და მანქანაში მივართვი ამათ და ბაბიშკა შენ სჭამეო ნუ გეშინიანო შენა ჩვენ არ გვინდაო მეც დავემშვიდობე ახლა კარგად და მადლობთ მეთქი რომ აბა ახლა მე ვთქვი მამკლამენ მეთქი და იმათა პადარკაბა მიტანეს რაღაცაი და რაღაცები იყო შეგა რო გავხსენით კონსერვები რაღაცები იყო და მადლობის მეტი რამე თქვა და დამემშვიდობდნენ ტაძარში ის ფულიც ჩადეს შიგა დაალაგეს ჩემი თვალით ავნახე ჩაალაგეს და სანთლებიც აიღეს შემოიარეს სულა და წავიდნენ გავისტუმრე ეგრე კარგად მე მოვიდა ერთი ბიჭი კიდე გადმოვიდა პირდაპირ იარაღი ეკიდა ზედა შემოვიდა რას ვიზამდი ამწიე ხელები სინაგნისტრალია სინაგნი უბივაიებნები ნე დერზე რა ვიცი მე თვალი იყო რა იყო შემოვიდა და დაჯდა სკამზე სინაგ что надо მეთქი რა გინდა მეთქი ტირი და ღვინო იდგა ხა და დაუსხი ღვინოი და დალია აი დადგამდა კიდე ცოტას დადგამდა ერთბაშად всё არ დალია მე დადგამდა მე დავჯექი და უცდი ახლა როდის წავა რა ვამოკვდა მეზობლის ქალმა დაიძახა ისიც დამალული იყო ლეილავდა ამან მითხრა რომ ბაბუშკაო зачем одеваешь такой ისა დახეული როგორ არის порванные носки почему так одеваешь сынок не знаю где есть метки все наши из дома вот так არის метки და нигде не нашли метки რა ვიცი მეტკი ესე უთხარი და ჩაიყო ჯიბიდან ამოიღო два пара ორი პარა носки на бабушка одевай естиво да сынок ты сам одевай მე და აი მე тоже იესო მეცავ ერთი მააქვსო ის თავითვინ ისევ ჩაიდო ჯიბეში და ის ერთი დამიტოვა აქა ეს ჭიქა მე დალია და спасибо бабушка და წავიდა აი მე ვამო ბრახან ღმერთო არ მამკლა წავიდა წყნარად მერე შიშისაგანა ვიტირე რომ მოვეკალი მეთქი პატრონიც არავინ აი ეგრეთი წალებებსა და ისინი ეხლა სუთალებში მიდგება მე რომ ნახე ეს ყველაფერი არა რო დავიძინე ევადაშები და ის კინო რო იყო რა მაგონდება სულ ეს ყველაფერი მაგონდება და იქიდან რა ის ვასრიარები ბეხირო და всегда трудно нам, но... Как было раньше или сейчас труднее? Когда война была, такой день не могу, такой час. Дай Бог, больше не буду такой, ну, сейчас ходим туда-сюда и делаем, что надо, или
огород тоже пойду, там собираем что-нибудь, яблоки, груши. Иса, ты когда поедешь, скажи мне, яблоки и груши берите. Время плохое, потому что ничего нету. Ну, я не могу отсюда, никуда я не хочу. Нет. Пускай здесь умру, чем другое место я пойду. Нет. Здесь лучше. Ратом. Почему лучше? Ратом, почему? Лучше, я здесь родилась, здесь все знаю, а другое место как будет нравится, я не знаю. Может быть, там лучше жить, может быть, лучше. А наши люди, которые убежали отсюда, маленькие кукушки, все родственники, ракфия народи, ну, хорошо, не знаю, и неплохо, не могу. Может быть, я тоже так убежу отсюда, если еще что-нибудь будет плохое, война или что, дай Бог, больше не будет, дай Бог, оставить живыми маленькие дети. Эх.